ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლება ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან, ყოველ საქმეს მაესტროზე. საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ქართული კონსტიტუცია ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება. ეს დასკვნა საქართველოს პრეზიდენტმა მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღო. ამის შედეგად საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიღებულია 112 ხმით 5-ის წინააღმდეგ. ამ ისტორიამ თითქმის დაჩრდილა პერევიდან რუსული ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება. ვის ემესიჯება ვენეციის კომისია და რატომ გადიან რუსები პერევიდან? ამის შესახებ დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. გადაცემის პირველ ნაწილში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, გადაცემის მეორე ნაწილში კი უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი. გონყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია დავით ბერძენიშვილი. ბატონ დავით, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. პირველად ხართ ჩვენი სტუმარი. პირველად. მიხეილ სააკაშვილმა დღეს ახალი სასტუმროს მშენებლობის პროცესის დათვალიერებისას ჟურნალისტებს გააცნო შემდეგი სახის მესიჯი. მივიღე მესიჯი მობილურ ტელეფონზე და მინდა ეს მესიჯი ურწმუნო თომების გასაგონად წავიკითხო. დაწვრილებითი ანალიზის შემდეგ კომისია მზად არის, რომ საქართველოს კონსტიტუცია მთლიანად შეესატყვისება ევროპულ ტრადიციებს. საუბარია ვენეციის კომისიის მდივნის მესიჯზე, რომელიც სხვათა შორის პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო და გააცნო კიდეც პარლამენტარებს. რას ერჩის ბატონო დავით ოპოზიცია ან საპარლამენტო უმრავლესობას, ან კონსტიტუციის ახალ პროექტს, უпроსტად ცვლილებების ახალ პროექტს, თუ ვენეციის კომისია ასეთი კმაყოფილია და თანაც მესიჯებით ეკონტაქტება საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს? ეს სიახლეა, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი მესიჯებს რომ უკითხავენ ჟურნალისტებს და ჟურნალისტების მეშვეობით მთელ საქართველოს, რომ აი თურმე რა კარგია ჩვენი კონსტიტუციური ცვლილებები. ნახავთ იმ ტექსტს. ფაქტიურად ბატონო დავით, ეს არის ერთადერთი ტექსტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ საბოლოო დასკვნა შეგვიძლია გავეცნოთ. ჯერჯერობით. ჯერ არ ვიცით, ამიტომ ნახავთ დასკვნას. თუ ასე დაიმედებული იყვნენ, რომ ვენეციის კომისია აღდგენებული იქნებოდა, რა შეგაროდნენ, დღეს ქონდა ვენეციის კომისიას ხდომა და დღესვე საქართველოს პარლამენტმა მიიღო მესამე მოსმენით კონსტიტუციური ცვლილებები. მე მადლობა მინდა უთხრა იმ ხალხს, ვინც წინააღმდეგ ვიცახმა, მათ შორის უმრავლესობის წევრებს. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. თამაზ დიასამიძეს მინდა მადლობა უთხრა, რომ ამ ხნის განმავლობაში ისე იშვიათად გამოავლენს ხოლმე ძველ საკუთარ უნარს, იყოს ობიექტური და კარგია, რომ დღეს მან ეს გამოავლენა. თუმცა თვისობრივად ბუნებრივი არაფერი შეცვლა. 2004 წლის 6 თებერვლის ცვლილებებით საქართველოს კონსტიტუცია იყო ერთ-ერთი ყველაზე უარესი კონსტიტუცია, ყოველ შემთხვევაში პოსტსაბჭოთა სივრცეში და ალბათ მთელ მსოფლიოშიც. 95 წლის კონსტიტუცია არ იყო უნაკლო, მაგრამ ეს მაინც პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად იყო მიღებული. ესეც არის პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად დავით მიღებული. უმცირესობა მხარი დაუჭირა პროექტს. პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მხარი დაუჭირა, თუმცა არის სხვა საკითხები, რაშიც ისინი ძალიან აკრიტიკებენ ხელისუფლებას. საერთოდ საპარლამენტო უმცირესობა ძალიან ორიგინალურად იქცევა ახლა, საინტერესოდ იქცევა პოლიტიკური თვალსაზრისით. ერთის მხრივ კონსტიტუციას თან აკრიტიკებს, ოდნავ ცვლილებებს მიაღწევს ხოლმე და მხარს უჭერს და ამით ხელისუფლებას აძლევს სათქმელს, რომ აი ჩვენ პარლამენტში ძირითად ოპოზიციურ ძალას ერთად მივიღეთ კონსტიტუცია, ეს მათი ტაქტიკა, მაგრამ მეორეს მხრივ ნუ დავივიწყებთ, რომ ქრისტიან დემოკრატები არიან იმ 8 პარტიას შორის, რომლებმაც საარჩევნო კოდექსზე
ძალიან სერიოზული დოკუმენტი დავდეთ და ხელისუფლება ძალიან გაღიზიანებულია. ჩვენზე გაღიზიანებულიც არ არის ალბათ, იმიტომ რომ სადავეები რესპუბლიკელებზე და ბევრ სხვა პარტიაზე გქონიათ. როგორც ჩანს, გაღიზიანებულები არიან ისინი ქრისტიან დემოკრატებზე, რომლებთანაც თანამშრომლობენ პარლამენტში, მაგრამ ქრისტიან დემოკრატების თანამშრომლობა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მათთვის არ არის. დავით, რომ ხელისუფლება გაღიზიანებულია. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია საარჩევნო კოდექსზე მუშაობა და ამ თვეების განმავლობაში ვნახოთ რა პერსპექტივები ექნება ამ პროცესს. დაინტერესებული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია პრაქტიკულად წარმოადგენს ქართულ ოპოზიციურ სპექტრს. პრაქტიკულად აქ არის თვითმმართველობის არჩევნებში მეორე, მესამე, მეოთხე ადგილებზე გასული სუბიექტები და ასევე ერთ-ერთი პარტია, რომელიც არ მონაწილეობდა არჩევნებში, ოფიციალური დათვლებითაც კი ეს პარტიები წარმოადგენენ 40%-ს ქართველი ამომრჩევლების ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით, ასე რომ პრაქტიკულად ეს არის ქართული ოპოზიციის განაცხადი, ჩვენ მივესალმებით სხვა პოლიტიკური ჯგუფების თვალმა შემოუერთებიან, მაგრამ ძირითადად არ მიიღო პარლამენტმა 8 პოლიტიკური პარტიის განაცხადი, მიუხედავად 130,000 ხელმოწერისა, იმიტომ რომ ისინი ნოტარიალურად არ იყო დამოწმებული და მიიღო ქრისტიან დემოკრატების მართალია შინაარსობრივად ანალოგიური, მაგრამ ერთი პარტიის ინიციატივა. ანუ ამ შემთხვევაში უმრავლესობასა და ქრისტიან დემოკრატებს შორის ურთიერთობაზე იქნება საუბარი და 8 პარტია ფაქტურად თამაშგარი მდგომარეობაში და ქრისტიან დემოკრატები ამ საკითხში კორექტულად იქცევიან იმის გამო რომ პარლამენტმა 130,000 კაცის ხელმოწერის განხილვაზე ვარი თქვა უმრავლესობას ეთყობა არ უნდა და მიეცა ისეთი ფორმა რომ აი ამდენი ადამიანი ითხოვს საკითხის განხილვას მას ერჩია რომ ერთ ოპოზიციურ პარტიას არადგინა მაგრამ ყველგან გაცხადებულია რომ ეს არის სწორედ ამ 8 პარტიის სახელით შესული და 130,000 მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს ბატონო დავით რომ ხელისუფლება განსხვავებით ქრისტიან დემოკრატებისგან არ მოიქცევა კორექტულად და უფრო ადვილად იტყვის ერთი პარტიის ინიციატივაზე უარს ვიდრე იტყვა და 8 პარტიისა პლუს 130,000 ხელმოწერა თავისთავად პროცესი არის მნიშვნელოვანი ჩვენ ძალიან მძიმე ხელისუფლება გვყავს საურთიერთო ძალიან მძიმე ეს ხელისუფლება მაგრამ ჩვენ ვიცით ერთი რამ ძალიან რთული არჩევნების გზით პოლიტიკური პროცესის წაყვანა საქართველოში ძალიან რთული არჩევნების გზით ამ ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. ჩვენ რესპუბლიკელები და ჩვენი პოლიტიკური პარტნიორი პარტიები ამ გზას ვადგევართ. ჩვენთვის უცხო არ არის არანაირი ფორმა პროტესტისა და გუშინ და გუშინ წინ არ დაგვიწყია ჩვენ ეს პროტესტი. არ ვლაპარაკობ მხოლოდ რესპუბლიკელებზე, ვლაპარაკობ ბევრ ოპოზიციურ პარტიაზე, რომელიც მნიშვნელოვან ორიენტირს წარმოადგენს ქართული ოპოზიციური ამომრჩევლისთვის. მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ ხელისუფლებას საშინაო და საგარეო ზეწოლის ფონზე სწორედ სათანამშრომლო ფორმატში ჩვენ არ გაურბივართ ამ ტერმინებს, ტაბუ დადებულ ტერმინებს. აი ხშირად ისმის კითხვა 2012 წლამდე თუ არ იქნება არჩევნები, ესე იგი რაშვებით ქვეყანას გუპავთ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელიც იქნება. მაგრამ როგორი იქნება დავით ეს არჩევნები? თქვენთვის მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი არა როდის, არამედ როგორი იქნება ეს არჩევნები. რა თქმა უნდა, სწორია, ძალიან მნიშვნელოვანია როგორი იქნება ეს არჩევნები. ჯერ ერთი ალბათობა იმისა, რომ ხელისუფლებას გარკვეულ დათმობებზე წამოსვლა მოუწევს მაღალია, მე ვახსენე არა მხოლოდ საშინაო ოპოზიციური კონსენსუსი, ოპოზიციური ამომრჩევლის ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური პარტიების ერთობლივი პოზიცია, არამედ ვახსენე საგარეო ფაქტორიც ის, რომ არ ჩვენი მხრიდან არის აფიშირებული ხელისუფლებასაც ძალიან არ უნდა ამაზე საუბარი, მაგრამ ის კონფერენცია, რომელიც ჩავატარეთ, არ იყო მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კონფერენცია, იქ ესწრებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საელჩოების წარმომადგენლები, საშინაო და საგარეო ფაქტორების ძალიან კორექტულად და ზომაზე მეტად გაღიზიანების გარეშე გამოყენებით ჩვენ ვცდილობთ ვაიძულოთ ხელისუფლება დავსვათ მოლაპარაკების მაგიდასთან. მაგრამ ბატონო დავით, საერთაშორისო და ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია ვენეციის კომისიაზე და ხელისუფლება, როდესაც სჭირდება, საკმაოდ ადვილად უკეთებს იგნორირებას საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. და ამაზე ღიადაც აცხადებს. პრეზიდენტის მიერ მიღებული კაცმარიცის ვისგან მესიჯის საჯაროდ აკითხვის
ვენეციის არა, მე ვამბობ იმას, რომ მიუხედავად ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისა, მათ არ გაუჭირდათ ამ რეკომენდაციებზე უარის თქმა, ღიათაც გამოაცხადეს ეს, მაგრამ პრინციპული მიიღეს ბატონო დავით თქვენი აზრით. არამედ პოლიტიკური ოპოზიციისაც მე მახსენდება სწორედ აქ თქვენთან ეთერში დატო უსუფაშვილმა თქვა, რომ აი ორგანული კანონი უნდა იყოს და ჩვენ უარს ვამბობდით ხელისუფლებასთან ამ ფორმატში საკონსტიტუციო სრულებების ნიუანსებზე საუბრისგან, მაგრამ ბაქრაძე გამოეხმაურა უსუფაშვილს და თქვა, რომ აიო ეთერში რო თქვაო, ჩვენ ორგანული კანონი აღვადგინეთ კონსტიტუციაში. არის რაღაცეები, რაც მათ გაითვალისწინეს როგორც ვენეციის კომისიის, ისე ქართული პოლიტიკური ოპოზიციის და ექსპერტების. თუმცა ბატონო დავით, გაწყვეტნებთ, ხომ არის აქვს მნიშვნელობა იმას, რამდენად პრინციპულ საკითხს გაითვალისწინებს ხელისუფლება, მაგალითად ის, რომ 130,000 ადამიანის ნება არ გაითვალისწინეს. არ არის თქვენთვის ცუდი ნეგატიური პროგნოზის საფუძველი? მე ვიცი, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არ ითვალისწინებს